როგორც კი შემოვდივართ ფოლკლორის ცენტრში, არის ხდება ეს მონიტორი, რომელიც გვამცნობს თუ რა ღონისძიებებია ამ პერიოდში ფოლკლორის ცენტრში, ასევე რეკლამებია ჩვენი Facebook-ის გვერდის, ჩვენი საიტის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ფოტოები, რომელიც ამშვენებს ჩვენი ცენტრის შემოსასვლელს, გვაჩუქა გოგა ჩანადირმა. ეს არის საქართველოს რეგიონებში გადაღებული ქართული აივნები. და ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, ამიტომ აქვე დავკიდეთ ეს ფოტოები, რომ ყველამ ნახოს. თუმცა საინტერესო გამოფენაა. და მნიშვნელოვანია ის, რომ აქვე არის საინფორმაციო ცენტრი, ყველა შეუძლია მოვიდეს კომფორტულად, მოეწყოს. და არქივი, რაც გააჩნია ფოლკლორის ცენტრს, ნახოს უკვე ამ ერთ კომპიუტერში. პირველი როგორც კი შემოვდივართ, ხდება დიმიტრი არაყიშვილის ფოტო, როგორც ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის დამფუძნებელი და ჩვენთვის არის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი ის რომ ეს ფოტო ამშვენებს ფოლკლორის ცენტრის კედელს და ეს დასტურია იმისა კიდევ რომ ჩვენ ფოლკლორის ცენტრი აგრძელებს იმ ტრადიციებს რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს ეს არის ექსპედიციები ეს არის ჩვენი სამეცნიერო მიმართულებები მე გძელდება ეს ვთქვათ ფოტო გამოფენა შეიძლება ასე ვთქვათ მიხა ხელაშვილი ძალიან საინტერესო ლიბლაკების ჩაწერები სვანეთში არაჩვეულებრივი ლევან მუღალაშვილის გუნდი კახეთიდან მიხა ჯიღაური დედას ლევანა ჩვენს კედლებს ამშვენებს მარო თახნიშვილის გუნდი შემდეგი რა თქმა დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები გრძელდება იქით ედიშერ გარაყანიძე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ჩვენი ეთნომუსიკოლოგი რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ყველა ის ადამიანია მეტნაკლებად წარმოდგენილი რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის ვთქვათ ჩვენამდე მოტანაში და აღორძინების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიმართულებები ჩამოყალიბდა ფოლკლორის ცენტრში. ანუ აქ არიან კონკრეტულ ადამიანები, რომლებიც მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ჩამოყალიბდა ძალიან ისეთი პროფესიული და მიზანმიმართული კონცეფცია, რასაც ეფუძნება დღემდე და ალბათ დაეფუძნება მომავალშიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუშაობა. ამ კონცეფციის მთავარი და ამოსავალი არის ხალხური ხელოვნების შენახვა, პოპულარიზაცია და ხელშეწყობა იმ ადამიანების, რომლებიც ხალხურ შემოქმედების ამა თუ იმ დარგში დღემდე მოღვაწეობენ და ქმნიან უნიკალურ ნიმუშებს. ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულება ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის. ჩვენ წუთი არ გვაქვს დაკარგული. ერთი წუთი არ გვაქვს დაკარგული. მე აღარ ვიცი თავისუფალი დრო რას ნიშნავს. რაც მოვედი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ეს არის ის სართული, სადაც არის განლაგებული ჩვენი შემოქმედებითი მიმართულებები. აქ მუშაობენ, აკეთება ძალიან ბევრი საქმე. ახლა შევიდეთ არქივში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ცენტრისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ნუ უნდა იდასუნა მივესალმო, რომელიც არის ჩვენი ცენტრის ისტორია. ნუ უნდა რომელიც მანებიურებს მე ყოველდღიურად. ეხლა საგანები. აბა მანებიურებს კამფეტებით. მე როცა მოვედი მაშინ და ხალხური შემოქმედების ცენტრში რა მემკვიდრეობა დამხვდა, ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი
ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლები და მაღალი რანგის პროფესიონალები, მართლა თავდადებული ადამიანები თავის საქმის, მეორე უძვირფასესი და უნიკალური არქივი. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ერთ-ერთი გამორჩეული რაც იყო საბეჭდი მანქანა, რომელიც ჰქონდა ნუნუ დეიდას დირექტორის მისაღებში. ფაქტობრივად ორგანიზაცია იყო მიტოვებული, შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არ ქონდა ბიუჯეტი, არ გააჩნდა თანხები ელექტროენერგიის გადასახდელად, არ გააჩნდა თანხები გასამგზავრებლად რეგიონებში, არ გააჩნდა თანხები ელემენტარულად კომპიუტერის შესაძენად და აღარ არის საუბარი არც ვიდეო კამერაზე, არც ხმის ჩამწერ სტუდიაზე. და შენობა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და იყო უბრალოდ შესახლებული ამ შენობაში და ის გავლილი ისტორია, როდესაც ამ ხალხური შემოქმედების ცენტრს მუდმივად ართმევდნენ შენობას. მაგრამ არ შემეშინდა იმის გამო, რომ დამხვდა ის ხალხი, რომელიც მიაღვნიშნე, ანუ მაღალი რანგის პროფესიონალები. ეს ხო დროის ბრალიც და სივრცის ბრალიც და ყველაფრის ბრალი იყო, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ მე რეალურ სურათს ვამბობ, რანაირ შენობაში შევედი. აი ყველაფერი იყო ძველმანი. და არ სუნთქავდა იქაურობა. აი რაღაც ძალიან სევდიანი იყო პირველ დღეს რომ მე მივედი, ვიტყვი რომ აქ მე ვერ გავძლებ, იმიტომ კი არა რომ დარბაზებში ცხოვრებას ვარ დაჩეული. აი ძალიან მოწყენილი და სევდიანი იყო ის გარემო, რომელშიც შევედი. ამ შენობაში ადრე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მისი დირექტორი გახდით მე 24 წელიწად. მე მახსოვს ეს პროცესი, აქ არ შემოისვლებოდა ამ შენობაში, სადაც ახლა ვართ. და რა თქმა უნდა, ჭირდებოდა ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს. მე ყველაფერი დავათვალე, მე ყველაფერი ვნახე, იქაური ახტაცებული ვარ, აი ახტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ხდება ხალხურ შემოქმედების ცენტრში. იმიტომ რომ იქ ნამდვილი პატრონი ყავს ამ საქმეს. მე არ ვიცი აი როგორ შეძლო გიორგი უშიკიშვილმა ჯერ აი სულ ეს დაქიაქებული დანგრეული შენობიდან ნუ აი მასავით პატარძალივით გამოაწყო ეს ცენტრი ისე გაალამაზა. სიზმარში რო ხდება, ხო იცით? აი ერთოს რო დაიძინებ და სასახლეში რო გაიღვიძე. აი ესეთი სიურპრიზი მოგვიწყო. მნიშვნელოვანია ის, რომ ფოლკლორის ცენტრს ფაქტობრივად აი აქ გადმოსულით ყოველ შემთხვევაში მიეცა საშუალება, რომ უფრო ფართო გახადოს მისი მოღვაწეობა და საქმიანობა. იქიდან გამომდინარე, რომ აღარ არის ჩაკეტილი ორგანიზაცია, თქვათ 4-5 ოთახში, თქვათ და ამ ოთახებში არ იღებენ მხოლოდ გადაწყვეტილებებს და არ წერენ, თქვათ მონოგრაფიებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოლკლორის ცენტრი, როგორც ასეთი, რომელსაც აქამდე არ ქონდა შენობა 2008 წლამდე და მერე გადმოეცა ეს შენობა, გაეხსნა რაღაცნაირად შესაძლებლობები. ანუ გულისხმობ იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახდა ერთგვარი შემოქმედებით ტიპის ორგანიზაცია. ანუ პრაქტიკულად განვახორციელებთ შემოქმედებით საქმიანობას უკვე ჩვენ შენობაში. ეს თავისთავად უნიკალური ორგანიზაცია გახლავთ ცენტრი. თქვათ, ვერ დავიტრაბახებთ იმით ქართველები, რომ გვაქვს ქართული ფოლკლორის შესწავლის, კვლევის ან თუნდაც მხარდაჭერის ბევრი ასეთი ადგილი. ვერ დავიტრაბახებთ, იმიტომ რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არის ფოლკლორის კათედრა და მაგრამ ის მხოლოდ მუსიკალურ ფოლკლორს ემსახურება. აი ამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, ხო? არსებობს, ვთქვათ, ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, არსებობს მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, მაგრამ ეს ყველაფერი მუსიკას ემსახურება ისევ და ისევ. და ფოლკლორის ცენტრი კი ამდენ განსხვავებულ დარგს აერთიანებს ფოლკლორისას და პრინციპში ძალიან დიდ და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ზოგადად ფოლკლორის ყველა დარგის კომპლექსური კვლევისათვის. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ის კრიტერიუმები, რაც გააჩნდა ფოლკლორის ცენტრს, არა მხოლოდ ამ პერიოდში, არამედ დაარსების დღიდან. ეს კრიტერიუმები ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ და ამ კრიტერიუმების ფარგლებში ჩვენ ვიმოქმედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქართული სიმღერის და ზოგადად ქართული ფოლკლორის ტრადიციული შემსრულებლობის ფორმები. მუსიკალური ფოლკლორის სფეროში ჩვენი ფოლკლორის ცენტრის ძირითადი მიმართულება
გახლდათ და ახლაც არის და ალბათ ყოველთვის იქნება ორიენტაცია ტრადიციულ შემსრულებლობაზე. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენთვის, რომელსაც მუდმივად მივუძღვნით სხვადასხვა ღონისძიებას. ზოგ შემთხვევაში ეს არის ვთქვათ ლექცია, კონცერტი, შეიძლება იყოს ლოტბართა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, შეიძლება იყოს მასტერ-კლასები, ეს ყველაფერი მიმართული არის ერთი მიზნისაკენ, რომ ორიენტირება ხალხურ შემსრულებლობაში იყოს აუცილებლად ავთენტიკურ ფოლკლორზე. ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის, რომ როდესაც მოვისურვებთ და სადაც საჭიროდ მივიჩნევთ, შეგვიძლია ძალიან კომფორტულად ტრანსპორტის და ყველანაირი უზრუნველყოფით გამომგზავროთ ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობით და ჩავიწეროთ თუ ვიდეო ფირზე აღვერდოთ თუ ფოტო ფირზე გადავიღოთ საექსპედიციო მუშაობა ამა თუ იმ კუთხეში, ამა თუ იმ მიმართულებით. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადმოეცა თავის დროზე ხმის ჩამწერი სტუდია, რომლის მეშვეობითაც დავდივართ საქართველოში და ვიწერთ ნებისმიერ პირდაპირ ყანაში შეიძლება სიმღერა ჩაიწერო არათუ საკონცერტო დარბაზში და კულტურის ცენტრში, ასე რომ ეს ძალიან მოსახერხებელია. მინახავს ისეთი შემსრულებლებიც, რომლებიც პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო. ანუ ისეთი ხალხი, ვინც სამხმიან, მრავალხმიან აზროვნებაში ისეა, როგორც თევზი წყალში. მათ ნებისმიერ შეუძლია ერთმანეთს ხმები გაუცვალონ, ხან მაღალი თქვან, ხან შუა ხმა თქვან, ხან ბანი. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში მსგავსი რამ უცხოა ხოლმე სასცენო ან მეორეული შესრულებლებისთვის. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ექსპედიციები საქართველოში თითქმის არ არსებობდა, სულ ქორეოგრაფიის ისტორიაში 1-2 სპეციალურად მოწყობილი ექსპედიცია, თუ არ რაღაცა შერეულ ექსპედიციებს თუ არ ჩავთვლით. მადლობის მეტი პირადად მე რამე თქმის, რამე თუ რამდენი ექსპედიცია აი ამ ბოლო წლებში. რამდენი ექსპედიცია, რამდენ რეგიონში, რამდენ რაიონში საქართველოს, რამდენ კუთხეში ექსპედიციები, რამდენი წიგნი დაფინანსდა, წიგნის გამოცემა ქორეოგრაფიაზე, გამოჩენილ ქორეოგრაფიაზე, გამოჩენილ მოცეკვავეებზე. იცით, ამის არ დანახვა, ჩემი საზრით, ჩემი აზრია, უმადურობა იქნება. მე ყოფილი ვარ ექსპედიციებში მათთან ერთად. ძალიან კარგი პრაქტიკა დამკვიდრდა, რომ ხშირად აქ ტარდება მასტერ-კლასები ამ ცენტრში. და არა მარტო აქ, თვითონ ადგილებზე, სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში, რაიონებში. მე ერთ მაგალითს მოვიყვანე. როდესაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა და ერთ მაგალითს ვამბობ, აი სვანური ფერხულების დავათქვათ ამას მასტერ-კლასი ჩაატარა. დაახლოებით თუ არ ვცდები, იყო 20-25 პიროვნება სვანეთიდან ჩამოსული. და იმათვათ თქვენ რომ მომავალ შეხვედრაზე ჩვენ ვდებთ პირობას, რომ თვითო ჩვენთაგანი თითო ფერხულის ნიმუშს, საფერხულო, სვანური საფერხულო ნიმუშს მოუნახავთ, მოვიძიებთ ეს ქართულ დედანში, სვანურ დედანში წაკითხულს და ჩამოვიტანთო. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ვიცნობდი ვახუშტი კოტეტიშვილს, ჯერ კიდევ კულტურის უნივერსიტეტში, როდესაც სწავლობდი, ბატონი ვახუშტი მაშინ იქ გახდათ და ფაქტობრივად ყოველდღიური შეხება გვქონდა. ვიცნობდი მის ოჯახს, მივდიოდი მასთან ოჯახში. და აი 2008 წელს, როდესაც აღსდგა ხალხური პოეზიის საღამოები, განახლდა შეიძლება ასე ითქვას. მაშინ ძალიან ავად იყო ბატონი ვახუშტი. მე და ბატონი ამირანი მივედით სახლში მასთან და ძალიან ვთხოვეთ, რომ მოსულიყო და წაეყვანა საღამო. ფერი საათი 3 საათის განმავლობაში ის იჯდა ეთერში და ესე წარმართავდა უძღვებოდა ამ ხალხური პოეზიის საღამოს. აქ ალბათ ადამიანს უნდა ქონდეს გარდა სურვილისა, გარდა ცოდნისა, ფანატიკური სიყვარული იმ საქმისადმი, რომელსაც აკეთებდა, რომელსაც
ესათუთები და ეფერები. ის გიორგიმ და ამირანმა ეტლით მოიყვანეს. უკვე ძალიან ავად იყო და მაინც უნდოდა იქ მოსვლა და სასუნთქი აპარატურით და მე სიმძიმე და ძალიან მძიმე ის საღამო არ დამავიწყდება, მაგრამ ძალიან ბედნიერი დარბაზიც არ დამავიწყდება და ის ბოლო ნატურა მისთვის ახდენილიც არ დამავიწყდება. მას დაავიწყდა ყველა ის ტკივილი, რომელიც ქონდა სახლში, როდესაც შემოვიდა სცენაზე. მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, რომ ამ ადამიანებს ხედავდი ერთად, ბატონ ამირან არაბულს, ბატონ ვახუშტი და ბატონ ერთად არაიძეს და ერთგვარი ეს იყო გზის დალოცვა მათთვის, იმიტომ რომ აი ამ საღამოს მერე რამოდენიმე 2 თვეში თუ არ ვთქვი, ბატონი ვახუშტი გარდაიცვალა. და მას მერე ეს საღამოები აღარ გაჩერებულა და ეს საღამოები მიყავთ ქალბატონ ერთად არაიძეს და ამირან არაბულს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი ასე რომ ბატონმა ვახუშტიმ გზა დაგვილოცა აი ამ შემდგომი საღამოებისთვის და ჩვენი გადაწყვეტილებით ამ საღამოებს მიენიჭა ვახუშტი გოდეტიშვილის სახელი. ეგ საღამო არის ქართული სიტყვის ნამდვილი ზეიმი და მე არ მომერიდება და საშინლად არ მიყვარს უცებ როიციან ხოლმე უწმინდესის დამოწმება. ერთ-ერთ საღამოზე გავუბედეთ ჩვენ და მოვიწვიეთ უწმინდესი. მობძანდა და მან გასulis დროს გადაგვეხადა მადლობა და თქვა რომ ეს იყო მართლა საოცარი საღამო. ძალიან ბევრი საღამოს იდეა იყო და გაჩნდა ფოლკლორის ცენტრში. მე მინდა ჩამოვთვალო მნიშვნელოვანი საღამოები, რომელიც ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერს ახლა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ კავსაძეების საღამო. მაგალითად იგივე მარო თახნიშვილი, ხო, თავისი არაჩვეულებრივი გამოცემით. პოლიკაპე ხუბულავა შემოქმედებით საღამო, ისლამ ფიფანი, ანდრო სიმაშვილი, რამინ მიქაბერიძე, ძალიან ბევრი კიდე სხვა ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთქვათ შემოქმედებით საღამოები მოუწყვეთ, ხო? მაგრამ აი კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი საღამო ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე რომ ეს ერთგვარი კომპლექსური იყო იმ თვალსაზრისით რომ საღამო კონცერტი და პლუს გამოცემა, ხო? იგივე მაგალითად მარო თახნიშვილის შემთხვევაში, რომელიც მის იუბილეს დაემთხვა და გამოვიდა 2 დისკიანი კომპაქტ დისკი და ასევე სანოტო კრებული, რომელიც იყო ჩაწერილი ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის მიერ. ისეთი დიდი სიყვარულით მოექცა ყველას და ყველაფერს, არ ივიწყებს წარსულს, არ ივიწყებს დღევანდელობას, თავს უყრის ყველაფერს კიდევ და კიდევ და ის საქართველოს მასშტაბით ყველგან იწერს ამ ყველაფერს. კიდევ არიან დღეს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი შემატონ ხალხურ შემოქმედებას და ამას ყველაფერს გიორგი ძალიან კარგად აბავს თავს. და გარდა მაგისა არ ავიწყდება არავინ. აღმოვაჩინეთ, რომ დათაშკა კავსაძის მონოგრაფია არ არსებობს, მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამ მონოგრაფიაზე. ქალბატონ ბაია ასიაშვილი და ქალბატონ ნანავალიშვილი იყვნენ მაშინ ამისი სული ჩამდგმელები და დავიწყეთ ურთიერთობა კავსაძეებთან. აი ახლა ეს საღამოზე უშიკიშვილს მიუძღვის ამ საღამოს შექმნაში ლომის წილი, ასე ვთქვათ. და მე ხმამაღლა მინდა უთხრა გიორგის დიდი მადლობა, რომ აი ესე დაგვაძალა, ნუ არ ვიცი რაღაც აი დაგვესხნენ თავზე გუშიკიშვილი და თავის ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები, რომლებიც გარშემო არიან ფოლკლორისტები. მითხრა რაღაც უნდა გადავიღოთო, გავაკეთოთ საღამოვო, მამა თქვენისო, ის 100 წლის თავი მოდისო და ვთხარ ახლა მე რა მოდის რა. არა უნდა იყოს რაღაც საღამო გავაკეთო. ვთხარ ასაჭიროა საღამო კაცო რა. არაო ბატონო კახია უნდა რაღაც საღამო. ვთხარ რა ნუ რა თქვათ რა აი დაიბადა და არაო როგორ კავსაძეები სანდრო კავსაძე გათაშკას კავსაძე და 100 წლის თავი და შეგვიშთა რაღაც მალაპარაკეს მე მომაყოლეს სახლის და ყველაფერი ჩაიწერეს და ჩვენი ერთხელს აი აგერ მაქვს პატარა კარგი მონოგრაფია გამოუშვეს. მე ისიც მითხრეს რომ უკვე ჩვენო რუსთაველის თეატრშიო დავნიშნეთო საღამოო და აი ამ დროზე და ამ საათზეო და ფაქტის წინაშე დამაყენეს რა.
მივდექი და ვფიქრობდი, რა უნდა გავიდეს სცენაზე. რაღაცები ჩამოვწერო, რა უნდა მოვყვე. რაღაცები მამაჩემის ხოვრებიდან, ჩვენი ოჯახის ცხოვრებიდან, საერთოდ ჩვენი მამაჩემის გუნდი, სიმღერა, რაღაცა და რა უნდა ვილაპარაკო, აი ესე ვდგევა და რომ გავედი სცენაზე და აი ეს რაღაც გაფორმებული სცენა რო ვნახე, რო შევედი, რაღაცა სხვა გრძნობა დამეუფლა რაღაცა დაავლაპარაკდი, ასე ვთქვა და ლაპარაკის იშტაზე მოვედი და დავიწყე რაღაცების მოყოლა. მე გიორგის მოყვანილი ყავდა არაჩვეულებრივი ფოლკლორული მომღერლები, ფოლკლორის გუნდები. ამ საღამოს ესწრებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი მსახიობი, გენიოსი მსახიობი. და ესეთ რამე მითხრა, ყახიო, ეს თუ ერთხელ ჩატარდება ეს საღამო, ძალიან ცოდო არისო რა. როგორც სპექტაკლია, ესე დაატრიალეთო, რომ როგორც სპექტაკლი გადიოდესო რუსთაველის თეატრშიო. მნიშვნელოვანი პროექტი ეს არის ჩვენსა და ანჩისხატის გუნდს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიზანიც გახდათ იმ საარქივო ჩანაწერების, იმ საგალობელთა ხელნაწერების გამოცემა, რომელიც ინახება ჩვენს არქივში. ეს შემოთავაზება 2 წლის წინ იყო გიორგი უშიკიშვილის მიერ, ანჩისხატის მიმართ, გუნდის მიმართ და ჩვენც რა თქმა უნდა დიდი ინიციატივით შევდექით ამ საქმეს. მემორანდუმი გულისხმობს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების აღდგენას, მათ რედაქტირებას და გამოცემას. ეს არის გალერეა, რომელიც არის ფოლკლორის ცენტრის. აქ არის ახლა არაჩვეულებრივი გამოფენა. ეს შედგება 2 დარბაზისგან, ეს სივრცე, სადაც მუდმივად იმართება თვითნასწავლ ოსტატთა, გამოყენების ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა. რა თქმა უნდა, ჩვენ აი ამ საგამოფენო სივრცეს ამ ადამიანებს უთმობთ უსასყიდლოდ, რადგან ეს არის დახმარება ფოლკლორის ცენტრისგან ამ ადამიანების მიმართ, რომ მათ თავისი ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას.
ძალიან ბევრი გამოფენა, რომელიც აქამდე ფაქტ მიუწვდომელი იყო ძალიან ბევრი ჩვენი თვითნასწორი მხატვრისთვის, ხო? ძალიან ბევრი შემოქმედებითი საღამო, ასევე კონფერენციები, კონცერტები ეზოში, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ერთგვარი შეხვედრების ადგილათაც კი იქცა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ეს ყურადღების ამბავია, აი რო ნახავს ეს ავტორი, რომ ის უყურადღებოდ არ არის დარჩენილი და ვიღაცა სჭირდება, მაშინ ის აგრძელებს ამაზე მუშაობას, ხო? მერე გამოფენები საზღვარგარეთაც სტარდება ხოლმე. ჩვენ თვითნასწავლ მხატვრებს და ხალხურ ოსტატებს ევაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს უფასოდ. უფასოდ კეთდება როგორც გამოდარბაზი, ასევე მისი ექსპოზიცია, ტელევიზიები მოდის, ყველანაირი აფიშები მოსაწვევი, ყველაფერს ვაკეთებთ უფასოდ. ეს არის ის მაღაზია, რომელიც მდებარეობს ფოლკლორის ცენტრის პირველ სართულზე. აქ არის ჩვენი ოსტატთა ნამუშევრები, რომელიც თვითონ მოაქვთ მათ და იყიდება და ძალიან ბევრი ტურისტი მოდის, უცხოელი მოდის და ყიდულობს. ასევე არის კომპაქტ დისკები, რომელიც გამოცემული არის ფოლკლორის ცენტრის მიერ, ანუ ეს დისკებიც იყიდება. ყველა შეეული ადგილზე მოვიდეს და იყიდოს. როდესაც მე დავინიშნე მაშინდელი ხალხური შემოქმედების ცენტრის დირექტორად, პირველი რაც მინდოდა გამეკეთებინა ეს იყო ხალხთან ურთიერთობა. ანუ ჩვენ დავიწყეთ დათვალიერებული ფესტივალი და მოვიარეთ ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში მთელი საქართველო. ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანების გაცნობა, რომლებიც ემსახურებოდნენ ხალხურ შემოქმედებას. ჩვენ ვიცნოდით, რა თქმა უნდა, მე ვიცნობდი ადამიანებს, ვინც ამ საქმეს აკეთებდა, გამორჩეულ ადამიანებს. მაგრამ კიდე იყო ძალიან ბევრი, ვისაც არ ვიცნობდი და ძალიან მინდოდა, რომ მათთან მქონოდა ახლო ურთიერთობა და ფათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ უამრავი ასეთი ადამიანი გავიცანი საქართველოს რეგიონებში. მე მინდა აღვნიშნო მაგალითად 80 წელს გადაცილებული ტატაჩი ფიფია, ზუგდიდის რაიონიდან, რომელიც ჩემთვის არის პირადად აღმოჩენა. ეს კაცი თავისი ტრიოთი. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტრიო, რადგან აქ არის სამი თაობა: ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასე ვთქვათ, აი ამ ასაკში მყოფი ტატაჩი ფიფია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აღმოჩენა გოგია მარჩილაშვილისა, კახეთში, რომელიც არის არაჩვეულებრივი ფანდურზე შემსრულებელი. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუოზი. და ამ კაცის ჩანაწერები არ არსებობდა, როგორც ტატაჩი ფიფიას ჩანაწერები. ასევე ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო ბატონი ჯუმბერ მუკბანიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ თავიდან შემაყვარა ქვემოსვანური ფოლკლორი. არაჩვეულებრივი ადამიანი. ასეთი ადამიანებმა ფაქტობრივად კიდე უფრო მეტად შემაყვარეს ის საქმე, რასაც მე ვაკეთებდი და რაც მე მინდოდა რომ გამეკეთებინა. ფოლკლორის ცენტრმა კონცერტი ჩაგვატარებინეს რუსთაველის თეატრში, სოლო კონცერტი. ნატო ზუმბაძე უძღვებოდა ამას და მუშიკიშვილიც იყო და ესწრებოდა რა თქმა უნდა სოლო კონცერტზე და იქ პირის გვაქახლა იმისი. მე კიდე მეორეჯერ კონსერვატორიაში ორჯერ ვიყავით, მიგვიწვიეს. მე მაგალითად პირადად აი ეს ამ ფოლკლორში რო არ ყოფილიყავი, შეიძლება ცოცხალიც აღარ ყოფილიყავი. აი ესე მასულდგმულებს, ეს ისე მათ რაღაც ფიზიკურად და ყველანაირად შუქი მომეცა რაღაცა. მე აწი მოხუცი კაცი ვარ, მაგრამ მეც ჯანი მაქვს იმის რომ ახალი რო შევიტანო წვრილი რაღაცა ახალი რო გავაკეთო და ასეთ ამბავი. რეგიონებში მდგომარეობა, მართალი გითხრათ, ჩვენთვის ალბათ პირველ რიგში ყველაზე საშუალო არის, ხო? ფოლკლორის მდგომარეობა რეგიონებში და ამიტომ ფოლკლორის ცენტრი პირველ რიგში მაინც იმით არის დაინტერესებული ყოველთვის, რომ რეგიონებთან ურთიერთობა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენ აი ამ კოლექტივებთან და რომ ისინი იდგნენ სწორ გზაზე და ისინი აკეთებდნენ ყველაფერს კარგად და სწორად. ალბათ დასამალი არც არავისთვის არის, რომ ხშირ შემთხვევაში დღეს ისე გაუღმართებულია ყველაფერი, რომ რეგიონებისთვის ამოსავალი და საჩვენებელი და სანიმუშო არის ხოლმე თბილისური ანსამბლი. მაშინ როცა ფოლკლორი, ხო, თავისთავად ცხადია, ხალხური მუსიკა, თუნდაც ხალხური ცეკვა, ხალხური რეწვის ნიმუში, პირიქით უნდა იყოს ყოველთვის, ჩვენ უნდა მიუბაძოთ იქით სოფელს. მე არ ნოტები ვიცი, არც არაფერი. მარტო მამა ჩემმა რომ ასწავლა სიმღერა, აი იმასთან ვარ მიკედლებული და იქავარ მეორე კლასიდან დავიწყე და აი 80-ში ვარ ეხლა და
მანამდე ყოველთვის ეს საერთოდ ამ ფოლკლორულ იმას ვემსახურები. არ უნდა დაიკარგოს რა თქმა უნდა არც ერთი მეგრული სიმღერა ის უნიკალური ნიმუშები, რაც აქამდე შემოგვინახა უხუცესა თაობის ანსამბლმა ოდოიამ. ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს პერიოდში ანსამბლი ოდოიას მესამე თაობის კომპაქტ დისკი გამოდის, სადაც თავმოყრილია და ჩაწერილია დაახლოებით 25-მდე მეგრული სიმღერა. მე ჩანაწერი ბევრი მაქვს იქა. ერთი 29 სიმღერა ჩავწერე. პირველი ხმა მეორე და მესამე ხმა ცალ-ცალკე ჩავწერე, მაგიდა სიმღერები არის ჩაწერილი რამოდენიმე სიმღერები. ხოდა ღმერთმა გაუმარჯოს იმას, ვინც ეს რო გააკეთა ბატონო ჩემო და მე უმადლი ამგენს ყველას და აი ეს 2 წელი როდესაც მე მოგზაურობდი საქართველოში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები. მართლა გურწბელად თამობ, იმიტომ რომ ამ წლების გარეშე ვერ წარმომიდგენია საერთოდ ჩემი მოღვაწეობა და საერთოდ ჩემი აი ამ ფოლკლორის ცენტრში არსებობა. იმიტომ რომ აი ამ წლებმა მომიტანა ის, რაც შეიძლება აღარასდროს აღარ მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი ამ ხალხთან ურთიერთობა იყო ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი და ამ ხალხმა მე შეიძლება უფრო მეტად შემოყვარა ხალხური შემოქმედება. მე ამაყი ვარ იმით, რომ მე როდესაც მივედი ცენტრის დირექტორად ფოლკლორის ცენტრში, მაშინ ხალხური შემოქმედების ცენტრში, იყო არქივი, იყო ძალიან ბევრი საინტერესო ხელნაწერი ქართული გალობის და ქართული სიმღერის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. დღესდღეობით კიდე მთელი ამ ხელნაწერი მასალის სანოტო და გულისხმება და აგრეთვე ზეპირსიტყვიერება, დოკუმენტებიც არის, მათი გაციფრება მოხდა. და საერთოდ ყველაფერი არის გაციფრებული, ეს ძველი ხელნაწერები. მუსიკოსისთვის ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ხმოვანი მასალა, რადგან ჩვენ ვისმენთ ამ სიმღერებს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასიმღერო ნიმუშები. ჩვენი ექსპედიციები არის არამხოლოდ მუსიკალური, არამედ ქორეოგრაფიული, აქ არის გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტების ექსპედიციები და ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს. ცეკვას, ილეთებს, სხვადასხვა ჩვენი ოსტატების მიერ შექმნილ ნიმუშებს, რაც პირველ რიგში ფოტოზე და ვიდეოზე ფიქსირდება. ეს უკვე ჩვენ რო გადავხედავთ აი 8 წლის მერე თუ 9 წლის მერე 4000-ზე მეტი სიმღერა გვაქვს ჩაწერილი სხვადასხვა, რა თქმა უნდა, ვარიანტებით ამის. ხდება დამუშავება, შემდეგ შეტანა კომპიუტერში, რა თქმა უნდა, გასუფთავება და ბაზაში განთავსება, არქივში განთავსება. ჩვენი არქივი არ არის რაღაც არქივი, რომელიც ჩაკეტილია და ხშირად არის ასეთი შემთხვევები, როცა ძალიან ძნელია მიხვიდე არქივში და რაღაც 1000 დოკუმენტაცია და ასე შემდეგ არის საჭირო იმისთვის, რომ ხელი მიგიწვდებოდეს ამა თუ იმ საარქივო მასალაზე. ჩვენ საბედნიეროდ არ აქვს მსგავსი პრობლემები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში არსებობს სპეციალური ელექტრონული არქივის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის. 21 საუკუნის ოქროს ფონდი ფაქტობრივად ათეულობით წლების შემდეგ შეიძლება მოიკითხონ, რომ სად არის 21 საუკუნეში ჩაწერილი სიმღერები თუ ცეკვები და ეს აღმოჩნდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ვბჭობთ ესე ჰაერიდან არაფერს და სწრაფად არაფრის კეთებას არ ვიწყებთ. არც ვინმეს მოსახიბლად არაფერს არ ვიწყებთ, არც ვინმეს გასაკვირვებლად არაფერს არ ვიწყებთ. ჩვენ ჯერ ძალიან დიდხანს ვბჭობთ იმაზე, რას მოიტანს ის ჩვენი გაკეთებული საქმე. რა შედეგს დადებს ის და რა დარჩება ჩვენ ქვეყანას იმ ჩვენი ნასაქმარიდან და ნაწოლებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენი ინიციატივით დაარსდა ფოლკლორის ეროვნული პრემია, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ეს იყო 2008 წელს, როდესაც გიორგი უშკიშვილის ინიციატივით პირველად დაარსდა ეს ერთადერთი სახელმწიფო პრემია, რომელიც ფოლკლორის დარგის მოღვაწეებს მიენიჭებათ და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პრემია ენიჭებათ სწორედ სახალხო მომღერლებს, ავთენტიკურ ფოლკლორულ ჯგუფებს, ავთენტიკურ მოცეკვავეებს, უშუალოდ ხალხში, ვინც მოღვაწეობენ. ჩვენ დავიწყეთ არაჩვეულებრივი და უნიშნულოვანესი პროექტი, ეს გახდათ ქართული ფოლკლორის ენციკლოპედია. შეიძლება იდეა და სურვილით, რომ ფოლკლორის ქართული ფოლკლორის ენციკლოპედია შექმნილიყო, აი დიდი ხანია არსებობდა ქართულ ფოლკლორისტიკაში და ფოლკლორულ წრეებში, მაგრამ მეტნაკლებად აი ამისი საბჭოთა პერიოდში ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. 90-იან წლებში გაჩნდა ამისი იდეა, მე ვიცი რომ კონსერვატორიაში გაჩნდა ამისი იდეა, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ მერე მისი გაგრძელება არ მოხერხდა, ალბათ სხვადასხვა მიზეზის გამო. ძალიან ბევრს ვთქვათ ვარ ვთქვათ ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში და ვკითხულობ და ხშირად არის ეგეთი კითხვა მაგალითად, რომ აი ეს სიმღერა რასთან არის დაკავშირებული. შეიძლება მეკითხებიან ადამიანები. ან თუ იცით ამ სიმღერის ტექსტი, ან მაგალითად სადაური იყო ესა და ეს მომღერალი. და გაჩნდა იდეა, რომ ჩვენ გავაკეთებინა ენციკლოპედია, სადაც ყველაფერი ეს თავს მოიყრიდა. სრულიად სპონტანურად ჩვენი ერთ დღეს ბატონმა გიორგიმ შეგვიყურება და გამოგვიცხადა, რომ ჩვენი ვალია, რომ შრომავლობას დავუტოვოთ და შექმნათ ქართული ფოლკლორის ენციკლოპედია. რამდენიმე ტომში თავს მოიყრის ქართული ხალხის არამატერიალური კულტურა, რომელიც აი ფოლკლორით არის გამოხატული, მაგრამ ეს ფოლკლორი განყენებულად და ცალკე არ არსებობს, იგი იბადება ეთნოგრაფიულ გარემოში, ანუ იმ გარემოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა ტრადიცია, რომელიც საბოლოოდ თავს იყრის კულტურაში. ტრადიცია ქმნის კულტურას. ძალიან ბევრი სამუშაო გვევლის წინ, ძალიან ამბიციური პროექტია შეიძლება თქვას, რომ ვიღაცამ რომ ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ ჩვენ არ ვიძახით რომ ეს იქნება ხვალ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ტომი იქნება 2015 წელს. ეს იქნება ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენ გადმოვიღებთ თაროდან წიგნს, ჩავიხედავთ და ნახავთ, რა შეიქმნა მრავალი საუკუნის მანძილზე. ეს დიდი საქმეა. ფოლკლორი, ხალხური შემოქმედება არ არის მარტო იმ ხალხის, ვინც ღერის ან ცეკვავს ან ლექსს ქმნის, ხო? არის ყველა იმ ადამიანის, ვინც თulis რომ არის ქართველი. თუ სახს საფუძველი არ აქვს, იმაზე სახს ვერ ააშენებთ, ხო მართალია? ასევეა ჩვენთვის თუ არ არის ეს ხალხური მუსიკა, კომპოზიტორებს ძალიან გაუჭირდებათ აი ეს გავაგრძელოთ ის არაჩვეულებრივი გზა, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. უდიდესი საგანძური სოფლიო მნიშვნელობის, როგორც სიმღერები, ასევე ცეკვების ცხადია. ხო და ამას პატრონობა უნდა, ამას მოვლა უნდა. მე ვფიქრობ, იცით, დღეს კარგი შთამომავალი ყავს ჩვენ ხალხურ შემოქმედებას. მე გულისხმობ გიორგი უშიკიშვილს, ვინაიდან გიორგიმ ძალიან დიდი საქმე გააკეთა. მე მივესალმები ყველას, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს. ის, რასაც გვაძლევს ფოლკლორი, ეს აუცილებელია მუსიკოსისთვის. და მე ახლა თვითონ აი ეს სახლზე მინდა რომ გელაპარაკოთ, რომ აი ეს ეროვნული ცენტრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი აი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. და მე ახლა ეს ისეთი ხალხის დაარსებულია, ისეთი დიდი ხალხის ვახტანგ კოტეტიშვილის და მყოლებული მარო თარხნიშვილი, დიმიტრი არაყიშვილი და მთელი აი პლიადა იმ ხალხის, ვინც აი მოიტანა ეს ყველაფერი და არაჩვეულებრივად უძღვება ეხლა აი ამ ყველაფერს, აი ახალგაზრდა ბიჭი. მიმაჩნია რომ კარგ საქმეს აკეთებენ იქ.
შესანიშნავად არის გაკეთებული თითონის შენობა, ძალიან კარგად მოვლილი სიყვარულით და რაც თავარია, იქ არის ფოლკ რადიო. ძალიან კარგი რადიოა, ორჯერ ვიყავი მე მაგ რადიოში. გამოვედით გადაცემები ჟღერს შესანიშნავად ქართულ პრობლემატიკაზე, ქართული ჰანგებზე და ქართულ მეცნიერულ აზრზე დაყრდნობილი. ფოლკ რადიო რა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და აუცილებელია ეს. და ძალიან დიდი აუდიტორია ყავს მსმენელი. ყოველთვის იყო არის და იქნება ხალხური შემოქმედება. ეს არის ჩვენი ძირითადი ქართული ფოლკლორი. ამაზე აგებულია ყოველთვის სიტყვიერებაზეც და მუსიკალურ მასალაზეც, რასაც ქართული ქვია ყველაფერი. და თუ ეს ჩვენ არ ვიცით და თუ ეს ჩვენ საფუძველში არ ვიდევს და ცით მაგნიადაგზე არ ვართ აღმოცენებული, მაშინ ჩვენ შემოქმედებას არავითარი აზრი არ აქვს. თუ ჩვენი გავლენა, ჩვენ სხვის გავლენის ქვეშ მოვიქცევთ. უშინე შვიდანი გურჯანელი და თუ ჩვენ რამეს მივახციეთ, თუ ჩვენ აი იმ შენობიდან, სადაც ვიყავით, გადმოვედით ამ შენობაში და ფოლკლორის წესით დაემსგავსა თანამედროვე ტიპის ორგანიზაციას, ეს არის ჩემი თანამშრომლების დამსახურება ჩემთან ერთად. არავითარ შემთხვევაში ეს გიორგი უშიკიშვილის არა. ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელიც მუშაობს ფოლკლორის ცენტრში, დაწყებული დარაჯიდან დამთავრებული დირექტორამდე.